საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაადგინა ზოგადი განათლების პირველიდან მე-12-ს ჩათვლით კლასების სასწავლო პროგრამის ექსტერნით ფორმით გამოცდებისა და რეგისტრაციის ვადები. სურვილებს ექსტერნად რეგისტრაციის გავლა 2025 წლის 27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით შეეძლებათ. გამოცდები კი 17 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით გაიმართება. რეგისტრაციისთვის ექსტერნმა რესურსცენტრში უნდა წარმოადგინოს განცხადება, დაბადების მოწმობა, ან პირადობის მოწმობა, ცნობა წინსწრები კლასის დაძლევაზე, ცნობა ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალზე. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანია ექსტერნი, დოკუმენტები რესურსცენტრში უნდა მოიტანოს აუცილებლად მშობელმა ან მინდობილობით განსაზღვრულმა მეურვემ და თან იქონიოს, რა თქმა უნდა, პირადობის მოწმობა. ხოლო თუ სრულწლოვანია, თავად ექსტერს შეუძლია დასარეგისტრირებლად მობრძანდეს აქ. არასრულწლოვან ექსტერს გამოცდების ჩაბარება მხოლოდ შეუძლია ასაკის შესაბამის კლასში. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გამოცდები ჩატარდება ექსტერნის მიერ შერჩეულ სკოლაში. და ამავე დროს ქართულენოვანი სკოლებისთვის მე-12 კლასის გამოცდები ტარდება ცენტრალიზებულად. ნებისმიერ მსულვერ პირს, როგორც ვთქვით, სრულწლოვანს თუ არასრულწლოვანს, სრულწლოვანის შემთხვევაში ნებისმიერი კლასი შეუძლია აირჩიოს, თუ არა აქ ბუნებრივია ჩაბარებული, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ასაკის შესაბამისი კლასი შეუძლია აირჩიოს ჩასაბარებლად. ექსტერნის ფორმით სასწავლო პროგრამის დაძლევა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს დამოუკიდებლად ჩააბარონ პირველიდან მე-12-ს ჩათვლით კლასის ან ცალკეული საგნის სასწავლო კურსი და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი.